ჩემ მშობლები დაახლოებით 20 წლის მანძილზე რუსეთში მუშაობდნენ, მამაჩემი ქირურგი არის, დედაჩემი ცნობილი თვალის ექიმი არის. 5 წლის როცა ვიყავით, წამოვედით რუსეთიდან, 91 წელი იყო, როდესაც აქ ყველაფერი ჩაბნელებული იყო და მამაჩემს რო ვეკითხებოდით, მაშინ რატომ მივდივართ საქართველოში, ის მეუბნებოდა, რომ თქვენ უნდა გაიზარდოთ ქართველებად. მაშინ ვერ ხვდებოდი ეს რას ნიშნავდა, თუმცა ეხლა არაერთხელ მithქოს, დიდი მადლობა მამაჩემისთვის, რომ ჩავმიყვანა აქ და ნამდვილ სამშობლოში გავგზარდა. მე რუსეთში დავბრუნდი უკვე 2010 წელს, როდესაც დავამთავრე მაგისტრატურა და დაახლოებით 6 თვეში იქ მუშაობის დაწყებიდან უკვე გადავედი სამუშაოდ ივანიშვილის უნიკორ მენეჯმენტ კომპანიაში. მმართველი კომპანია იყო, რომელიც მართავდა ივანიშვილის 4 ძირითად ბიზნეს მიმართულებას: აფთიაქები, სოფლის მეურნეობა, ბანკი და დეველოპმენტი. პირველი შეხვედრა მინდა გაიხსენოს, როგორ მოხდა ეს? პირველი შეხვედრა მოხდა უკვე 2012 წელს, როდესაც მე აქ ჩამოვედი. ფიზიკურად მანამდე არც ვიცნობდი, არც ნასაუბრები არ მქონდა. მეჩემის პაციენტი იყო ივანიშვილის დედა. და ერთ ჩვენერ დღესაც ივანიშვილი მიყვა დედამის. ძალიან პირად მასაც ხო. არა, არაფერი ისე თვალის ექიმი იყო. და ჩვეულებრივ ვიზიტზე მიყვა, მაგ დროს ივანიშვილს არც არავინ არ იცნობდა, არც სახეზე და იქ საუბრისას მოიკითხა მოკლედ შვილების ამბავი, გაიგო რომ ამ ბიზნეს სკოლას ეს ბიზნეს სკოლა მქონდა დამთავრებული, მან იმის გამო რომ საფრანგეთში ცხოვრობდა, იცოდა ეს ბიზნეს სკოლა და დაინტერესდა, ასე ვთქვათ, მათ შორის CV თუ გაქვს თქო და ჩემი დაუკავშირდებიანო. მოსკოვში დამიბარეს გასაუბრებაზე და ჩვეულებრივ ესე გასაუბრებით მივედი იმ კომპანიაში. და დავინიშნა ფინანსური დირექტორის მოადგილის პოსტზე დეველოპერულ ბლოკში. ანუ მთელ ამ სტრუქტურაში ერთ-ერთი მეოთხედი იყო დეველოპმენტი და ამ დეველოპმენტში მუშაობდი ფინანსური დირექტორის მოადგილედ. თუმცა ძალიან მალე 4 თვეში ჩემი მუშაობის დაწყებიდან ივანიშვილმა განაცხადა თავის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ და განაცხადა რომ ყიდდა მთელ აქტივებს რუსეთში. სწორედ იმ დროს უფრო წამოიწია ჩემი როლი, იმიტომ რომ ბოლო იყო რაღაცა პურის თუ ხორბლის თუ რაღაცა ეგეთ ბიზნესთან დაკავშირებული, ხო, რაც გაიყიდა. კი. და ჩემი როლი სწორედ მაშინ წამოიწია კომპანიის შიგნით, რადგან მე ვიყავი ალბათ ერთადერთი იმ კომპანიაში, ვინც იცოდა როგორ უნდა დაესტრუქტურირებინა ურთიერთობები იმ კომპანიებთან, იმ დიდ ოთხეულთან, რომელიც ატარებდა due diligence, ანუ გამოკვლევას ბიზნესის მყიდველების მხრიდან, ამ ბიზნესების იურიდიულ გამოკვლევას ბიზნესების მხრიდან. და საკმაოდ დაძაბული 1 წლის მუშაობის შედეგად ამასობაში დამაწინაურეს მთელი ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. სარფიანად, ასე ვთქვათ, წარმატებით გავყიდეთ ეს აქტივები. ესე თავისუფლად ხდებოდა ასეთი გარიგებები, ვთქვათ, რაიმე? მე თვითონ ამ გარიგებების წამოწყებაში აღებულობდი მონაწილეობას. ჩემთან უკვე მოდიოდა სხვადასხვა კომპანიების სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახაკეთებდნენ ამ ბიზნესების შესწავლას და შემდეგ უკვე კონტრაქტუალურ გაფორმებას.